შემოგვერთდა მედიცინის დოქტორი ქავტონი ვერიკო ბაზიარი და მასთან ერთად ვისაუბრებთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე ორსულობა და ბავშვთა ასაკის ინფექციები. ასეთია ჩვენი სასაუბრო თემა. დილამშვიდობის ქავტონი ვერიკო, მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. ქავტონი ვერიკო, სადამ უშუალოდ ვისაუბრებთ ორსულობის პერიოდზე და ბავშვთა ინფექციებზე, მანამდე მოდით გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ორსულობისთვის შემზადება, რას უნდა მიაქციოს ქალბატონმა ყურადღება და რა საფეხურები უნდა გამოს მანამდე, სანამ ორსულობა დადგება. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდზე და თემებზე. რაც შეეხება ორსულობის დადგომას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ თქვენს ტელევიზიაში საპატიო ამავდროულად და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი. ამიტომ განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს ნამდვილად, მაგრამ თქვენ მოგახსენებათ, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე და სპონტანური ორსულობები რო შეატყდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მომზადება უნდა დაიწყოს მშობლებმა დედების. იმიტომ რომ არის მთელი რიგი ინფექციები, რომლის პროფილაქტიკას დაბადებისთანავე იწყება ჩვენს ქვეყანაში, მადლობა ღმერთს ამისათვის, საერთოდ ძალიან რთული ინფექციები. ამიტომ თუ დედები ჩაატარებენ ასაკობრივი კალენდრის მიხედვით ვაქცინაციას, ჩათვალეთ, რომ ქალბატონების უმრავლესობა ბევრი ინფექციისაგან დაცული იქნება უკვე ორსულობის პერიოდში. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ორსულობის პერიოდს და არსებობს სეზონური ინფექციები, მოგახსენებათ, სადაც მუდმივად იცვლება ესე იგი ვაქცინაცია, ვაქცინის მასალა, თქვენ იცით რომ გრიპის ყოველი ახალი ვთქვათ ვაქცინის შემადგენლობა გამომდინარე იქიდან რომ ძალიან სწრაფად იცვლის გენომურ სტრუქტურას, ასეთ შემთხვევაში იცვლება ხოლმე ვაქცინის შემადგენლობაც, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ძალიან კომპეტენტური ეროვნული ინსტიტუტები მუშაობენ ამ გრიპთან დაკავშირებით, თითქმის ყველა კონტინენტზე ცალ-ცალკე, ძალიან სკრუპულოზური მეთვალყურეობა მიდის და ნამდვილად ბოლო 50 წელზე მეტია გაამართლა გრიპის ვაქცინაცია. ეს შეიძლება რომ ნამდვილად თქვა და თანაც გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ რაღაც გაუშინაურდით ეთქვათ გრიპს, გვეშინია თქვათ კოვიდის, მაგრამ შეგვაშინა ასე ვთქვათ პანდემია, მაგრამ გვავიწყდება რომ ყოველწლიურად ჩვენ რო ის ინფორმაცია მიგვეყო, რასაც ჩვენ კოვიდზე ვიღებდით წლის განმავლობაში, ამას რო ჩვენ გრიპთან დაკავშირებით ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს უფრო ინფოდემია იყო მაშინ ვიდრე პანდემია, იმიტომ რომ ინფორმაცია იყო ძალიან ბევრი და შიშმა აიტანა სრულიად მსოფლიო. პრინციპში შედეგებიც დაიდო, რომ სიკვდილობის შემთხვევებიც ბევრი იყო, მაგრამ ჩვენ არ გვეუბნებიან რამდენი გვხვდება გრიპისაგან. რაც არ უნდა არ ვიცოდეთ სტატისტიკა და პროფესიონალები არ ვიყოთ, თქვათ, ახლა მე არ ვარ ინფექციონისტი, მაგრამ მუდმივად თვალყურს ვადევნებ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ აი თუ ჩვენ მოვიხედავთ თქვენ თქვათ ახლოეს გარემოშიც კი თქვენ ნახავთ რომ გრიპს ახასიათებს ძალიან მძიმე მიმდინარეობა. განსხვავებით კოვიდისგან, რომელსაც თქვენ ხედავთ რომ რაღაც გარკვეული პერიოდი ქონდა, თქვა და ნელ-ნელა იწყებს განვითარებას და ჩვენ გვეშინოდა ხოლმე, თქვა მე-7 დღიდან, თქვა რაღაც იმუნური შტორმის, ესე არ ხდება გრიპის დროს. გრიპი შეიძლება მეორე მესამე დღეს ელვისებური სწრაფით განვითარდეს და სამწუხაროდ თან ყველაზე ცუდი ისაა, რომ მას არ აქვს განსხვავება. თუ თქვა ყველა ინფექცია და დაავადება გვეშინია მოხუცებში, გვეშინია ბავშვებში, ორსულებში განსაკუთრებულად, იმიტომ რომ იმუნოსუპრესიის პერიოდი ისევაც ახლავს ამ პერიოდებს. მიუხედავად ამისა, ესე იგი გრიპს უცნაურობა ის ახასიათებს, რომ ხშირად ელვისებური ფორმები ყოველთვის ახალგაზრდებში ხდება და სიკვდილობაც 17-დან 35 წლის პერიოდში ფიქსირდება ხოლმე. ამიტომ რომ აუცილებელია მე ყველა ვინც მიცნობს და სამედიცინო საზოგადოებაში ბევრი მიცნობს, არ ვარ ვაქცინების დიდი მეხუთბე და ბევრი კითხვის ნიშნები მიჩნდება ხოლმე, თქვენ მოგახსენებათ რომ ამასაც გაგიპროტესტებენ ახლა. ახლა გამიპროტესტებენ და არა თქვენ ახლა მე ყველა მიცის ეს ამბავი, დიდი საჩვენებელი ადამიანი ვიყავი, როცა ამბობდი რომ არ ვენდობოდი კოვიდის ვაქცინებს, იმიტომ რომ ბევრი კითხვის ნიშანი მიჩნდებოდა და ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვცემდნენ ყველაზე კვალიფიციური მეცნიერებიც კი, იმიტომ რომ ბოლომდე ამ კითხვის პასუხს როცა არ მაქვს, მე სხვას ვერ ურჩევ. რადგან მე თავს ვიკავებ, სხვას არ ურჩევ. გრიპზე მე ყოველთვის ვიცრები. იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად აი მე პირადად ყველა ეტაპზე ჩემი ცხოვრების, ეხლა ამ ბავშვი აღარ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მქონდა ხოლმე ყოველთვის ძალიან მძიმედ გავდიოდი. ელამს ვამდღმობ გვირაბში გავდივარ, იმ პერიოდში გრიპი უმძიმესად მიდის, ამიტომ მე ყოველთვის
ხარასაკურველი ხარისხს ვკითხულობ და ჩვენ ქვეყანას მადლობა ხომ ჩემ აქვს ნორმალური ხარისხის ვაქცინები ბოლო წლების განმავლობაში და აი ამ ვაქცინაციას მე ყველას ვურჩევ, იმიტომ რომ ნამდვილად გრიპის ვაქცინაცია კიდევ მეორე 50 წელი როცა გამოცდილება აქვს და იცი რა მეთოდოლოგიით და როგორ მზადდება ვაქცინა, თქვენ მოგეხსენებათ რომ ჯენერამდე ადამიანები პანტამუტით ყდებოდნენ სხვადასხვა ინფექციის ინფექციური დაავადებებით. ამიტომ არის ვაქცინა, რომელსაც უნდა ენდო. არის ვაქცინა, რომელთანაც უნდა კონდეს კითხვის ნიშნები. ვთქვათ, ასე ვთქვათ, მისი ჯანმრთელობა არ გართულდება ამ ყველაფერს და თავისთავად ნაყოფის დაცული იქნება რიგი გართულების. ამაშია საქმე სწორედ, რომ ესე იგი, აი ხა ორსულობა განსაკუთრებით რატო თქვენ ძალიან სწორად ბრძანეთ, როგორ უნდა მოემზადოს, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ორსულობის პირველი 8 და 12 კვირა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მიდის ორგანოგენეზი. რასაკურველია ქალმა უნდა იფიქროს, რომ აი ამ პერიოდში არ უნდა სასურველია, რომ აი ამ პერიოდისთვის ის იყოს უკვე მომზადებული ვაქცინით. ამიტომ თუ აპირებს ორსულობას და გეგმაში აქვს, ან არ აპირებს, მაგრამ მოდის თქვა, აი თუმეტას მოგეხსენებათ, რომ გრიპს სეზონურობა ახასიათებს, ხო? როგორც კი ჩდება ქვეყანაში ვაქცინა, უნდა გაიკეთონ ეს ვაქცინა და აიცრან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ განსაკუთრებული სხვა რიგი ვირუსები არსებობს, ხო? კი, აი ხა მე გვინდოდა მეთქვა, რომ თუ აცრელი ხარ გრიპზე ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ავიცერი, მაგრამ მაინც შეხვდა ვირუსი. ახლა გრიპი მარტო ხო არ არის ერთი ვირუსი, არის ადენოვირუსები, სხვადასხვა ტიპის ვირუსებია უამრავი, რომელიც თან ახლავს ხოლმე აი ამ პერიოდს. თქვენი ცოტა პნევმოკოკური ვირუსებიც აცრებს, ადენოსინციტური ვირუსები არსებობს, რომლებიც იმ პერიოდში ბევრი ტრიალებს და ბევრნაირი. მაგრამ ნუ რადგან გრიპზე გეუბნებიან, სასურველია, რომ აცრელ ადამიანში გრიპი შეიძლება საერთოდ არ გამოიხატოს კლინიკურად. მეც პირადად ვძნობ ხოლმე რომ იწყება და არ იწყება, იმიტომ რომ ორგანიზმს აქვს თავისი ანტისხეულები და ბოჯავს და ეს შეგრძნება გაქვს ხოლმე. თქვენ იცით რომ თქვა დაწყების მომენტშიც კი უცებ თუ შეიძლება ჩაერიო ექცე ვიტამინი თქვა მიიღო ბევრი სითხე ან ნეიტრალი არის საშუალება რომ თუ ვირუსის კონცენტრაცია სისხლში ბევრი არ არის კლინიკურად შეიძლება არც გამოვლინდეს ხოლმე და ამისი მრავალი საშუალება არსებობს. მაგრამ ეხლა რაზე მინდა გამამახვილო ყურადღება რომ აუცილებელია რომ ვაქცინაციასთან ახლდეს ქცევის შეცვლაც. არ შეიძლება რომ ადამიანი კონდეს ვირუსი, კონდეს მაღალი ტემპერატურა და შესაძლოებობაში მიდიოდა და დადგეგნებოდა ეკლესიაში წირვის დროს. არ შეიძლება რომ ადამიანი ან თუ მაინც და მაინც გინდა რომ მიხვიდე და თქვა შენთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ ნიღბით უნდა იყო და ცოტა დისტანციურად, იმიტომ რომ რა დააშება სხვა ადამიანებმა. შენ უნდა იფიქრე ყოველთვის რომ მოქალაქეობრივი რასაკვირველი პასუხისმგებლობა და გამომდინარე იქ რომ ჩვენ შეიძლება ხვდებით რომ ჩვენს გვერდით განსაკუთრებით ახლა როცა მე მიწას ხოლმე მგზავრობა ვიტყვინავით ეს ძალიან შემაწუხებელია ჩემთვის რომ იმ 250 ხან საბას კაცი ერთი ადამიანი აუცილებლად ახველებს ან აცემინებს და იმ დახურულ სივრცეში ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ჩემს გარშემოც ბევრს ვუყურებ რომ ინფიცირდებიან. თუმცა ახლა შეიძლება არ წახვიდეს საგამოსაყრე რომ თვითონ ექრანის გადადება ძალიან რთულია ხოლმე. მაგრამ არსებობს ნიღაბი მე ყოფილა ხოლმე შემთხვევები რომ თემფელტვინაში მე მიკეთია მარტო ეს გამორჩეულად მაგრამ ჯობია რომ ის დისკომფორტი ნიღბი ცოტა ხანი შეიქმნა, მაგრამ დაცული იყო ინფექციისა. ერთადაც გეკითხავთ ეს ცხადია ადრე უფრო აქტუალური იყო, აი ნიღბის დარების არასწორი გაგვისაა ხოლმე რა ქვია პრაქტიკა, იმიტომ რომ ნიღბი უნდა ვატარო თუ ჩვენ გვაქვს ვირუსი ან ვაქცინა დავიცვათ სხვა და არა, იმიტომ რომ მე დავიცვა და გვიკეთია უბრალოდ, ხო? ეს ვიცი რომ რაღაც არ იკეთებს ნიღბს ვინც და ამაში საქმე. თუ შენ ატყობ ძალიან დიდ საზოგადოებაში მიდიხარ დაწოვნებული არ ახარო, იქ შეიძლება ვიღაცა არ იყოს ვირუსიანი და მაშინ ჯობია შენ გაიკეთო და ცოტა დისტანციურადაც იყო, იმიტომ თქვათ და მოხდა ისე რომ გარკვეული ვირუსი შეეყარა ორსულს. აი შემდგომ როგორ უნდა მოხდეს გააჩნია ვირუსი, გააჩნია ჩვენ ახლა ფორმატი ამის საშუალებას არ გვაძლევს. მე ხა გრიპზე გავჩერდი, იმიტომ რომ სეზონური პერიოდია და ამიტომ განსაკუთრებით გამამახვილე ყურადღება, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ვირუსი ორსულობის დროს. ახლა თქვენ გესმენიათ რომ წითურა ეს არის ვირუსი, რომელიც თუ დაემართა სწორედ აი ამ ორგანოგენეზს და პირველი 12 კვირის განმავლობაში პიტევრი გეუბნებიან რომ ძალიან ბევრი განვითარების ანომალიები შეიძლება ჩამოყალიბდეს, ანუ ბავშვი შეიძლება დაიბადოს უამრავი განვითარების მანკებით. რაც ზოგი შეიძლება სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყოს, ზოგი შეიძლება ღრმა ინვალიდობასთან იყოს დაკავშირებული, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე მიკროცეფალია და თქვა შემდეგ უკვე გონებრივი ღრმა ჩამორჩენა, 1000 პრობლემა შეიძლება მოყოს აი ამ წითურას ვირუსს. ამიტომაა რომ წითელა წითურა ყბაყურას ვირუსი როცა კალენდარულად ეკუთვნის ბავშვს,
ზოგი იწყებს ხოლმე გადავადებას, რომ აი მოდი 2 თვის კი არა ცოტა მომაგრდება, ხანდახან ექიმებიც აკეთებენ აი ამ არასრულ რჩევებს, მინდა გითხრათ, რადგან არსებობს კალენდარში, რომ უნდა დაიწყო თქვა რაღაცა მაშინვე უნდა გაკეთდეს, რომ დაიბადება, რაღაცა 2 თვის ასაკში უნდა დაიბადეს, რაღაცა წლის დამშემდე 5 წლის ასაკში, ეს ვაქცინაცია არის აუცილებელი. ამაზე ლაპარაკი არ არის, რომ თუ არის კალენდარული და თუ ქვეყანას მადლობა ღმერთს აქვს ამის საშუალება, აი ეს უმნიშვნელოვანეს ინფექციების გაქრობა საერთოდ ველიდან არის დამოკიდებული სწორ ქცევაზე. ანუ ადამიანი თუ დროულად ასაკობრივად ვაქცინირებულია, ძალიან ბევრი, ძალიან მძიმე გართულებებისაგანაა დაცული. ეხლა რაც შეეხება წითურას, როგორც უკვე მოგახსენეთ, იშვიათად ხდება ხოლმე, იმიტომ რომ მადლობა ღმერთს საქართველოში წითელი წითურა ყმაყურაზე იცრებიან. აი რაც შეეხება და გითხრათ რომ წითურაზე ვკითხავთ რომ განვითარების ანომალიებს იწვევს მიუხედავად იმისა რომ თვითონ წითურა როგორც ინფექცია აბსოლუტურად უსიმპტომოდ შეიძლება განვითარდეს. შეიძლება მხოლოდ ერთ საღამოს იყოს გამონაყარი და ვერც კი გაიგოს ქალბატონმა რომ მან გადაიტანა. მაგრამ თუ მან თუნდაც ფარულად გადაიტანა, რასაკვირველია ბავშვისათვის ეს არის დამაზიანებელი. ეხლა მეორე გახლავთ წითელა, რომელიც ასე არ ავნებს, ასე ვთქვათ, ამ 12 კვირის განმავლობაშიც კი რომ დაემართოს, არ იწვევს ესეთ მძიმე ტერატოგენულ ზემოქმედებას, ასე ქვია, როდესაც ზიანდება ესე იგი ბავშვის ვთქვათ ჯანმრთელობა, მაგრამ თვითონ მიმდინარეობა აქვს ძალიან მძიმე. აი თვითონ როგორც ინფექცია არის ძალიან ტოქსიური, ამიტომ სახიფათოა ზუსტად აი იმის გამო რომ შეიძლება საერთოდ ისე დააზიანოს ქალბატონი, რომ ძალიან შეარყიოს მისი ჯანმრთელობა იმ მიმდინარეობის პერიოდშიც. ეხლა წელს მაგალითად რამაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჩვენს ქვეყანაში, ეს გახლავთ ჩუტყვავილა. ეს გახლავთ ესე იგი ცნობილია ესე იგი ეს ინფექციური პათოლოგია იმით რომ თუ გადაიტანა ბავშვების ასაკში და შედარებით იოლად გადააქვთ ის მყარ იმუნიტეტს საყალიბებს და ასეთ დროს ჩვენ სამწუხაროდ გამომდინარე იქიდან რომ ეს არის მეტად ძვირადღირებული ვაქცინა საქართველოში რატომღაც იმის გამოც რომ გავრცელებული იყო ალბათ რა ვიცი და თუ ექიმებიც ალბათ ეთანხმებიან ამას რომ ბავშვი იოლად გადააქვს და მყარი იმუნიტეტი ყალიბდება თუ არ გადაიტანა ვინმე და შემდეგ გვიან შეხვდა ჩუტყვავილა მას ახასიათებს უმძიმესი მიმდინარეობა და განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში, იმიტომ რომ იმუნოდეფიციტი ამ პერიოდში შემცირებულია იმუნიტეტი, იმუნოსუპრესიას აქვს ადგილი და ასეთ დროს მიმდინარეობს ძალიან მძიმე წელს ჩვენ მქონდა ძალიან რთული შემთხვევები ერთი ლეტალურად დამთავრდა და მინდა გითხრათ რომ რამდენიმემ გაიარა სიკვდილ სიცოცხლის მიჯნაზე იმდენად რომ აი ხა მე ალბათ გამოვიყენებ თქვენ ეთერს და გადავუხდი მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოს ძალიან დიდ მადლობას იმიტომ რომ მათთან მოხდა საჩხერიდან ახალგაზრდა ქალბატონი 21 წლის რომელსაც სამი შვილი სახლში ელოდებოდა და იმ მეოთხე ორსულობა გახდათ რომელიც უტაჩობადობით და შეწყვეტით დამთავრდა ორსულობის და თითქმის 2 თვე იბრძოდა მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს გუნდი რამდენიმე საავადმყოფო მესამე დონის პერინატალურმა უარი თქვა პაციენტის მიღებაზე, იმიტომ რომ იმდენად მძიმე იყო უკვე ჩათვალეთ რომ ესე იგი თვითონ სიკვდილ სიცოცხლის მიჯნაზე მიიღეს პაციენტი და მადლობა ღმერთს რომ მიიღეს და შემდეგ მათ ეხმარებოდა ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა ინფექციონისტების, რეანიმატოლოგების დაუშორველად აი ამ ახალგაზრდა გოგონა თანაცეთი პატარა შვილების დედა სახლში ბავშვები ელოდებოდნენ და მადლობა ღმერთს 2 თვე ნახევრის ბრძოლის შემდეგ რომელიც კატასტროფულად დიდი თანხები დაჯდა და ბოლომდე მე მგონი ვერც ავანასყაურეთ აი ამ ადამიანს ასე სიცოცხლე შეუნარჩუნდა და გაიარა ბავშვმა მოუტანა ბაღიდან ეს ინფექცია დედას გარდატანელი არ ჰქონდა და აი ეს ერთი უმძიმესი შემთხვევა და დაახლოებით 8-მდე შემთხვევა იყო სულ ყველა რთულად მიმდინარეობდა და ერთი როგორც უკვე მოგახსენეთ ლეტალური გამოსავლით დამთავრდა ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თუ სახელმწიფომ შეიძლება ვერ შეძლო მაგრამ თუ ორსულობას გეგმავს ქალბატონი და ჩვენ ვხედავთ რომ ესე იგი ამ პერიოდში ძალიან იჩინა თავი ამ ჩუტყვავილად ჯობია რომ ეს ვაქცინაციაც მას ჩატარებული ქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ორსულობის პერიოდში ერთადერთი ვაქცინა რომელიც 28 კვირის ვადაზე ჩვენ ვეუბნებით რომ ჩაიტაროს ეს გახლავთ ტეტანუსი ახლა თქვენი მოგხსენებათ ეს არის დაავადება თუ კლინიკურად გამოვლინდა 100%-ით თავდება სასიკვდილო გამოსავლით ანუ ლეტალური გამოსავლით ეს იმას ნიშნავს რომ ასეთ შემთხვევაში, რადგან ჩვენ გვაქვს საშუალება და ორსულს 28 კვირაზე შეიძლება შევთავაზოთ, უნდა გაიგეთოს ეს ვაქცინაცია აუცილებლად, იმიტომ რომ
არსებობს ესე იგი 32% აი ამ ტეტანუსი თანდაყოლილი ტეტანუსის პერიოდში გარდაცვალებისა. ეხლა რაც შეეხება ჩუტყავილას კიდევ ერთხელ მივუბრუნდები, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ხამა თუ აცრილი არ არის და თქვა ვერც მოახერხება აცრა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს მთელი ორსულობის განმავლობაში და განსაკუთრებით როდესაც ახლოვდება მშობიარობა. თუ მოხდა ინფიცირება დაახლოებით მშობიარობამდე 2 კვირის ვადაში, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ახალშობილს გამოუვლინდეს, ესე იგი კლინიკურად უკვე დაიბადოს ასეთი მანიფესტირებული თქვა დაავადებით, მაგრამ ბავშვის მკურნალობის შემთხვევაში გამოსავალი არის საიმედო. მაგრამ თუ დედა იმ მშობიარობის პერიოდში 2-3 დღის მიდამოებში ინფიცირებულია ჩუტყავილით და ბავშვი დაიბადა და შემდეგ განუვითარდა მას ამ ახალშობილების პირობის პერიოდში ძალიან მაღალი პროცენტია სიკვდილობის. ამიტომაა რომ დედამ როგორც თავის საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე ბავშვის ჯანმრთელობაზე რომ იზრუნოს, აუცილებელია რომ აი ეს ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ინფექციის მოგონთ ყველაფერზე ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ინფექცია, რომელიც ამავდროულად მინდა გითხრათ რომ ძალიან ხშირად მესმის რომ უკვე მოზარდებშიც კი გვხვდება, ეს არის ყივანახველა. ყივანახველა გახლავთ ესე იგი უფრო ჩვილბავშვობის პერიოდში, თუმცა კი ჩვენ გვაქვს ვაქცინაცია და ეს არის დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ეს არის 3 ტრიადა, რომელსაც ასევე ვცრით და ეს არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე და ხანგრძლივად ინფექცია, ამიტომ აი ამ ინფექციისგანაც უნდა იყოს აუცილებლად დაცული. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, რჩევებისთვის, ქალბატონო ვერიკო, თქვენ კი შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმარი გახდათ მედიცინის დოქტორი ქალბატონი ვერიკო ბაზიარი.